კითხვა, როგორ დაასრულებს ბიზინა ივანიშვილი, ცხადია, ძალიან აქტუალურია ტაბლოს სვეტი, აი ახლა რასაც ადევნებ თვალყურს, ამაზეა სწორედაც რომ. თუმცა აქამდე პასუხამდე კითხვაზე, როგორ დაასრულებს ბიზინა ივანიშვილი, აქამდე მივალთ, თანმიმდევრულად უნდა ვიმსჯელოთ უბრალოდ და დავიწყოთ კი ასე, ბიზინა არ ჩერდება. არ ჩერდება კი არა, უფრო გიждდება, მე ასე ვიტყვი. დღეს-დღე, საათი, წუთი მისდევს და წამს-წამი ემატება, იცით თქვენ. ბიზინა ივანიშვილი გიждდება, ფსიხდება, ყველაზე სწორია ალბათ. არაადეკვატური ხდება, წამს-წამი მისდევს მეთქი ესე გითხარით და წუთი მეთქი და საათი, დღეს-დღე, თვეს-თვე, წელს-წელი. მოკლედ, ისეთი ვითარება აქვს ქვეყანაში, რომ ბჟუტავი იმედი რას ნიშნავს, რას ქვია, მაგრამ აი ბჟუტავი იმედიც კი აღარ არსებობს, რომ ბიზინა ადეკვატური გახდება, სადმე უკან დაიხებს, პოლიტიკოსი იქნება, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით რამეს დათმობს, რამეს საერთოდ გაიგებს, რაც ხდება მსოფლიოში. ბიზინას დროთა განმავლობაში მეტი და მეტი რეპრესია უნდა, მოდი ასე ვიტყვი, რეპრესია სჭირდება, რომ იმისათვის რომ გადარჩეს. ცხადია, დროებით გადარჩენაზე ვსაუბრობ, მაგრამ ეს დროებით გადარჩენა მისთვის უმნიშვნელოვანესია. დროებით გადარჩენა მისთვის მნიშვნელოვანი, ერთხელ გადარჩება, ორჯერ გადარჩება, ამოისუნთქავს მეორედ თუ მესამედ, მეშვიდეთ. ის სტრატეგიულად კი არ აზროვნებს, ეს უნდა გავიგოთ კარგად. არამედ ის აზროვნებს ტაქტიკურად, თავარია ერთი ამბავი გადააგოროს და უკვე მეორე პრობლემა რო შეექმნება, მერე მეორე პრობლემა გადააგოროს. ტაქტიკურად მეთქი ასე ვამბობს, რეალურად კი ჩარჩულად, ვაჭრუკანულად, ხაწელკების, აი სურვილუკების დონეზე. მაგალითად, დავიჭიროთ ბზია, გადავაგოროთ პირველი ამბავი მისი დაჭერისა, მერე გადავაგოროთ პირველი სხდომა, გადავაგოროთ მეორე სხდომა, ახლა მესამე გადავაგოროთ და ასე დაუსრულებლად. ვინც ეხმარება ბიზნესს და ეხმარებიან რასაკვირველია, დარწმუნებული ვარ, მათ ფულიც კი ერიცხებათ, ალბათ მაინც ქართულ ბანკის ანგარიშებზე. აი სახელდახელოდ შექმნილი გახსნილი ანგარიშები ექნებათ და იქ ერიცხებათ თანხა. ერთხელ, ორჯერ, 10ჯერ ფული კი ყველას სჭირდება, მეთქი ჯოჯოხეთსანათებსო რო ესე რო ამბობენ, ხო? სახლს იყიდი, კაი სახლს ვერ იყიდი, აგარაკზე დაისვენებ, ხო? ბათუმში წაიყვან სოლშვილს, ოჯახის წევრებს, მეუღლეს ლილოს ბაზრობაზე გაიყვან ან ზარას მაღაზიაში. სოლშვილს შეიძლება წაიყვან მილანში, შოპინგი გელის, ხო? ეს ხო კარგია, აი დგებუაძეებისათვის, რომლებიც უხვად ყავს ბიზინა ივანიშვილს. ხოლო აი პარიზში თუ წახვედი შვილთან ერთად, მაგალითად დისნეილენდი გელოდება. დედა არ სტირებია ამასობაში მზიას, რომელმაც ხელი გაარტყა ვინმე ხსენებულ კონკრეტულ დგებუაძეს. მთავარია ბიზინამ არ დათმოს. ბიზინას ასე ფიქრობს, ან დგებუაძეს ასე ფიქრობს, რომ ბიზინა არ უნდა გაიბზაროს. ბზარი არ უნდა შევნიშნოთ ჩვენ, გვეგონოს რომ არის უტეხი, უდრეკი. ამასობაში ბიზინა პოლიტიკოსებსაც გადასწდა, ხო? პოლიტიკოსებსაც იჭერენ ესენი, ეს რეჟიმი, რუსული რეჟიმი პოლიტიკოსებსაც მისვდა. მათ, ვინც ივანიშვილს მშვიდ ძილს ურღებს, მშვიდი ძილის შესაძლებლობას არ აძლევს. აი გახარია მაგალითად. გახარია იყო საუკეთესო პრემიერ-მინისტრი, უკლებრივ ყველა ქართული ოცნებიდან დღეს ვინც აკრიტიკებს მას, ჩამომდგარან. ახლა დააკრიტიკებენ და ჩამომდგარნი იყვნენ და აკებდნენ. საუკეთესო ებრძოდა კოვიდს, იქ საუკეთესო მენეჯერი იყო, ასეთი პრემიერი მაშინ რო გეკითხა ქართულ ოცნებას და საქართველოს არ ჰყოლია. მაგრამ მოღალატეთ იქცა გახარია სწორედ მაშინ, ან სწორედ იმიტომ, რომ მას, ანუ ბიზნეს გახარია ნერვები მოუშალა. გახსოვთ ხო? მოღალატეთ იქცა და ახლა უკვე სულ უფრო ხშირად კობახიძენი ამბობენ, რომ ის deep state-ის წარმომადგენელია, deep state-ის კაცია. რატომ დანიშნეთ მაშინ თუ deep state-ის კაცი იყო, ამას რომ გკითხავ, ამ დროს, იმ დროს ჩვენ ერთგვარად ანგარიში გაუწიეთ ამ deep state-ს, ასე გიპასუხებთ. ხაზარაძე ის იყო საუკეთესო ბანკირი.
მართლა მართლა საუკეთესო ბანკირია, ალბათ ხაზარაძე ქართულ ბანკირთან ერთ-ერთი საუკეთესო თუ გებოთ ასე ვიტყვი ბანკირთა ისტორიაში, მაგრამ ბიზნეს ნერვი იმიტომ მოეშალა მასზე, რომ ხაზარაძემ გადაწყვიტა და ბადრი ჯაფარიძემ მას გადაწყვიტა, რომ წასულიყვნენ პოლიტიკაში. ბადრიზე ვიტყვი ორ სიტყვას, მესმის რომ ხაზარაძის დაპატიმრება არის უმძიმესი ამბავი, ისევე როგორც მელიასი ზურა ჯაფარიძისა, ნიკა გვარამიას იხვალზე დაიჭერენ გიორგი ვაშაძეს, გივით არგამაძეს, რა ქვია იმას, ირაკლი ოქრუაშვილს, მაგრამ ბადრი ჯაფარიძის დაპატიმრებას კიდე ჩემთვის პერსონალურად სხვა მნიშვნელობა აქვს. ბადრი არის დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი. ბიძინა ადასტურებს კიდევ ერთხელ, რომ ის დამოუკიდებლობა საქართველოს სახელმწიფოებრიობას ებრძვის, ვერ იტანს მეთქი საქართველოს დამოუკიდებლობას, ასე გეტყვით ხმამაღლა. მოკლედ, ბადრი მიყო თუ ბამუკა, მას ნერვები მოეუშალეს იმიტომ, რომ პოლიტიკაში წავიდნენ. რა უნდა ხაზარაძეს პოლიტიკაში? ეს ჟღერს ისე, ასე აქვს კიდეც ალბათ ნათქვამი ბიძინა ივანიშვილს, ეს ჟღერს ისე, როგორც ჟღერდა მისივე წინადადება რა უნდათ ამერიკელებს, ასე მაგალითად ამერიკელებს შავ ზღვაში. კონკრეტულად ამერიკელებს ის ანაკლიის სპორტთან დაკავშირებით იყო ნათქვამი ის წინადადება. ამ და სხვა პირების кейსებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ უნდა დავასკვნათ, რომ ჩანს არავინ ან ბევრი არავინ დარჩება გარეთ. საპატიოც არის ახლა გულახდილეები ვიყოთ საპატიმროში ყოფნა. ანუ რუსი ივანიშვილი დაიჭერს უკლებლივ ყველას, ვის დაჭერასაც ის განიზრახავს. და ახლა იკითხავთ ალბათ ვის დაჭერას განიზრახავსო? იკითხავთ თქვენ და მე არა მაქვს პასუხი ამ კითხვაზე. გულახდილად გეტყვით, რომ არ ვიცი. მართლა არ ვიცი, მაგრამ მე სამაგიეროდ თქვენი არ იყოს ვიცი, ის კი ვიცი, რა იქნება ის მექანიზმები, რომლებსაც ივანიშვილი მიმართავს თუ გამოიყენებს. და ყველაზე მარტივ მექანიზმს ამასობაში, ამ პროცესში ქვია წულუკიანის კომისია. თეა წულუკიანის ბანდიტი, თეა წულუკიანის კომისია ერთ დღესაც ეს ჯალათი ბანდიტი ქალი მიიღებს ბრძანებას ცალკე FSB-სგან და ცალკე ივანიშვილისგან. ასეთ ბრძანებას დაახლოებით დაიბარეთ ის სულ ერთია ვის ვიტყვი, ვის დავასახელებ, ყველაზე უფრო უდანაშაულო პირი, აი ეჭვი რო არ შეგეტარება მის უდანაშაულობაში ნებისმიერი პარტიიდან. მაგალითად პირი, რომელიც მას ნერვებს უშლის, ანუ უდანაშაულო კია, მაგრამ ნერვებს კი უშლის. ანუ ბიძინა ივანიშვილს. ანუ ყოველგვარი მიზეზის საბაბის გარეშე დაიბარებენ ნებისმიერ ჩვენგანს, ვისაც დემაგოგიური ყურიდან მოთრეული სამხილი რა არის, აი ხო შეიძლება რაღაცაში მიედაო ნებისმიერს. აი ასეთი დემაგოგიური ყურიდან მოთრეული სამხილი რა, ისიც კი არ ეკნება პროკურატურას. ოღონდ დაიბარებენ მათ და ამას ხაზგასმით ვამბობ, ვისაც წინასწარ იციან, რომ ეს პირი კომისიაზე არ გამოცხადდება. ანუ მას დაიბარებენ, აი ასე მაგალითად, ვინ არ გამოცხადდება ნამდვილად კომისიაზე? ხატია დეკანოიზეს დაიბარებენ. იმიტომ კი არა, რომ ხატიაზე გადაკიდებულნი არიან, არამედ წინასწარ იციან, რომ ხატია არ გამოცხადდება კომისიაზე და ზუსტად მაშინ, როცა ეს ასეც მოხდება, ანუ პოლიტიკოსი იქნება არასამთავრობოელი, ხატიას ბუდიშებს ხადია მაგალითად დავასახელი ახლა, ხო? პოლიტიკოსი იქნება არასამთავრობოელი ჟურნალისტი თუ უბრალოდ აქტიური მოქალაქე, ვინც ბიზნესს არ ეპიტნავება, თვალში არ მოსდის, ნერვებს უშლის, უცებ გახდება ამასობაში ბრალწარდგენილი, იმიტომ რომ კომისიაზე არ მივიდა. ასე მაგალითად ხატია ირაკლი ლევანი, სულ ერთია ვის დავასახელებთ. მაგალითად ლევან ცუსქირიძე, მაგალითად სალომე სამადაშვილი, მაგალითად გიგა ბოკერია, სულ ერთია. და ბრალ წარდგენილიდან ბრალ დადებულებამდე კი რეალურად ამ ქვეყანაში, იმგვარ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ნახევარი ნაბიჯია. დიახ, ჩვენ უკვე ვცხოვრობთ, აქამდე ვამბობდით, რომ ეს საქართველო ხდება ბელარუსის მსგავსი ქვეყანა. არა, იმის გათვალისწინებით, რაც მოხდა ბელარუსში გუშინ, ანუ გაანთავისუფლეს პოლიტპატიმრები ამერიკელთა თანამონაწილეობით, ჩვენ უკვე ვართ ბელარუსზე უარესი სახელმწიფო, უფრო ზუსტი რო ვიყო, ლუკაშენკოზე ბევრად უარესია, ან უარესია თუ გნებავთ ესე რბილად და მოზომილად ვიტყვი ბიძინა ივანიშვილი. მოკლედ ბრალ წარდგენილიდან ბრალ დადებულებამდე კი ნახევარი ნაბიჯია მეთქი ეს თქვი და ბიძინას იხარებს. რასაკვირველია, ყინჟინას დასცემს მეთქი ასე ვიტყვი და თოჯინებს დაჩხრեց.
დავიფიცები, რომ ასეც აკეთებს, ასეც შრება, ის ჩხვლეთს არ ვიცი, რაღაცა პატარა ნემსუკები უჭირავს და ჩხვლეთს თოჯინებს და ხარობს, ამით საზრდოობს. ბიზინა ივანიშვილი ამით, იმიტომ რომ აკი გითხარით, რომ ის ცოტა კი არა, გვარიანად ვერ არის მეთქი. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ბიზინა არ ჩერდება და ჩანს არც გაჩერდება, არასოდეს გაჩერდება. აი, არასოდეს და არავის ეგონოს, რომ ერთის მხრივ რასაკვირველია ის გიჟია, მაგრამ არავის ეგონოს, რომ ის ან მხოლოდ გიჟია, ან გიჟია და მხოლოდ, ან ფსბ-სგან, მხოლოდ ფსბ-სგან მართული გიჟია. არც უამისობა არ რასაკვირველია, მაგრამ ამას გარდა ის ასეთია, თავისთავადაა ასეთი დიქტატორობის სურველი. ბავშვობის კომპლექსებიდან გამომდინარე, მეთქი ასე ვიტყვი, მაღალი ალბათობით, მაგრამ რაც ხა კომპლექსები, რაღაც კომპლექსები, რაღაც შებოჭვები რომ აქვს, ეს ფაქტია. ასეთი დიქტატორი, ხო ავტორიტარი, ავტოკრატი უნდა რომ იყოს, თავადაც უნდა ეს ყველაფერი, შინაგანად, შიგნეულადაა ასეთი. დიახ, ბიზინას აქვს ეს მიდრეკილებები, ასე ვიტყვი, სიგიჟის გადაფსიხებისა, დიქტატორობისა და ფსბ-შნიკობის იმ ზღვარზეა პარალელურად, საიდანაც უკან დასახევი გზა არც არსებობს, უბრალოდ არ არსებობს. დიახ, ის არის ერთის მხრივ ფსბ-შნიკი ვიმეორებ, მაგრამ მეორეს მხრივ დიქტატორების ან მეორეს მხრივ გიჟი და საერთოდაც დიქტატორების ან დიქტატორობის მსურველების, აი ფსევდო დიქტატორების სურვილია, მათ შორის ბიზინას სურვილიცაა, რომ იყოს ყველაფრის მყრობელი, ასეთი იყოს და კიდევ ის რეალურად ვერ აცნობიერებს, რომ ეს ქმედებები, მისი ეს ამგვარობა, ეს სურვილუკები, რომ ყველაფერი გააკონტროლოს, ყველა დასაჯოს ვის მას ებრძვის, ხო? სურვილუკები გამოიწვევს მის პოლიტიკურ თვითმკვლელობას, მეთქი ასე ვიტყვი, თვითმკვლელობას. და ეს ყველაფერი დამთავრდება უმძიმესად მისთვის. მაგრამ ამას აკი გითხარით, ბიზინა ვერ ხვდება და ახლა მე შემიძლია მას გავახსენო, მაგრამ ვერ გაიგებს. ან თქვენ გაგახსენოთ ათობით დიქტატორი, ვინც მასზე სერიოზული დიქტატორიც კი იყო, მაგრამ ვინც უმძიმესად დაამთავრა და ვისი ამბავიც ივანიშვილს უბრალოდ არსმენია, ან არ ახსოვს, ან არ უნდა რომ იცოდეს, ან გონია რომ მისი უშუალოდ ბიზინა ივანიშვილის სვედაბედი სხვაგვარად წარიბართება. მაგალითად, აი გავიხსენოთ რუმინელი დიქტატორი ჩაუშესკუ 89 წლის დეკემბერი იყო, თუ არ ვცდები 14-15, მოხდა დიდი ამბები რუმინეთში, დაიწყო ჩაუშესკუს რეჟიმის წინააღმდეგ რევოლუციური გამოსვლები. ეს მაშინ როცა მანამდე 2-3 დღით ადრე ასადის არ იყოს, ხო, ჩაუშესკუ ძალიან მხარად გრძნობდა თავს. 21 დეკემბერია ნამდვილად მახსოვს, დიქტატორი გამოდის სიტყვით ბუქარესტის ცენტრში, მიტინგზე გამოდის, ცდილობს ხალხის დაშოშმინებას, დაწყნარებას, ამბობს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და რუმინეთის ხელისუფლება დათმობს ბევრ რამეს, ვითარების განმუხტვას ცდილობს, მაგრამ მეორე დღეს 22 დეკემბერს მეუღლესთან, რომელიც არანაკლები დამნაშავეა მასთან ერთად, ან ოდნავ ნაკლები დამნაშავეა მასთან ერთად, ელენა ერქვა მის ცოლს, შვეუმფრენით მაინც მირბის ბუქარესტის მისი რეზიდენციიდან, უზარმაზარი რეზიდენცია ჰქონდა. ის მირბის ასეთ ქალაქში, არ მინდა შემეშალოს, ტირგოვიშტე, თუ არ ვცდებით, ტირგოვიშტაში, ასე ჰქვია ტირგოვიშტე, ესე ჰქვია ამ ქალაქს, სადაც გაიქცა. ცოლ-ქმარი მირბის, მაგრამ მაინც დაიჭერენ სხვათა შორის მალევე და შემდეგ მოხდება საგანგებო სასამართლო გაიმართება ჩაუშესკუს და მისი ცოლის წინააღმდეგ და მათ ხელისუფლების მასშტაბურად და ბოროტად და სასტიკად უფლებამოსილების გადამეტებაში და გენოციდის მცდელობაში, განხორციელების მცდელობაში დაადანაშაულებენ და ამის გამო მოხდება საშინელი ამბავი, ხო? საშინელი ამბავი რეალურად განსაკუთრებით მათთვის მე ვიცნობ ორს, ვინც ჩაუშესკუს დღესაც მისთირის, გაგიკვირდება და სიკვდილით დასჯას მიუსჯიან ამ სასამართლო პროცესზე და განაჩენი მაშინვე აღსრულდება. ახლა ბევრი თქვენგანი მეტყვის, რომ სად ჩაუშესკუ და სად ბიზინა ივანიშვილი, სხვა თუ არაფერი ჩვენთან სიკვდილით დასჯა არ არსებობს, მართალი ხართ ბატონებო. ჩვენთან არ არსებობს სიკვდილით დასჯა, განა არსებობს.
რასაკვირველია სწორია. და აქედან გამომდინარე გავანებოთ ერთი წუთი თავი რუმინეთის დიქტატორ ჩაუშესკუს დაღუპულს ჯერ კიდევ როდის. ამიტომ ახლა ვილაპარაკოთ სხვა სახელმწიფოს დიქტატორზე მილოშევიჩზე. მილოშევიჩის ამბავი უნდა გაგახსენოთ. იგი არის იუგოსლავიის ლიდერი, სერბეთის ლიდერი და იუგოსლავიის ხელისუფლება მის დააპატიმრა 2001 წელს და გადასცა ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს. იცით თქვენ, მილოშევიჩს ბრალს დებდნენ 90-იან წლებში, ანუ წარმოიდგინეთ, გვარიანად გვიან გადასცა 90-იან წლებში იუგოსლავიაში სამოქალაქო ომის დატრიალებაში, ხო? სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას ბოსნიაში, ხორვატიაში, სერბეთში, კოსოვოში უფრო გენოციდის განხორციელების მოწყობაში, სამხედრო დანაშაულებში, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებში სდებდნენ მილოშევიჩს ბრალს. კაცობრიობის წინააღმდეგ ჩაიდინაო, ცუდი რაღაცეებიო, ამას ამბობდნენ. თითი ამბები იყო მაშინ, გეხსომებათ. არაერთი მძიმე დანაშაულის ჩადენაში ედავებოდნენ სლობოდან მილოშევიჩს იყო ეჭვმიტანილი ამ ყველაფერში. იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტი ისე დაიღუპა, რომ მისი სასამართლო ვერ შედგა, ვერ გაიმართა. საერთაშორისო ტრიბუნალმა მისთვის განაჩენი გამოტანა ვერ მოასწრო რეალურად. იცით როგორ დაიღუპა, გაგახსენოთ, იგი 2006 წელს მარტში 11 მარტს რატომ ახსოვს 11 მარტი, იმიტომ რომ ჩემი დაბადების დღეა, ჰააგის ციხეში გარდაიცვალა გულის შეტევით. ეხლა ბევრი თქვენგანი თავიდან ჩაუშესკუ ვახსენე, ახლა მილოშევიჩი ვახსენე, იტყვის რომ ბიძინა მილოშევიჩის ბედს ვერ გაიზიარებს, მას კარგი გული აქვსო. მართლაც ბიძინა ალბათ მკურნალობს, ყოველ შემთხვევაში ესე იმოწმებს გულს და გულის შეტევით მილოშევიჩისაგან განსხვავებით რასაკვირველია ვერ გარდაიცვლება. მოდი ვთქვათ ასე, კეთილი, დაგეთანხმებით ღიად ვამბობ. ახლა კადაფი გავიხსენოთ თუ გნებავთ 2010 და 11 წლებში არაბულ სამყაროს მოედო ეს არაბული გაზაფხული, ხო, არაბული ტალღა რევოლუციებისა, მღელვარებანი, რომელსაც არაბული გაზაფხული ეწოდება, სად არა ეს მღელვარებანი ლიბიაში გადაიზარდა ფართო მასშტაბიან სამოქალაქო ომში, ანუ თუ სადღაც იყო წარმატებული, ლიბიაში იყო სამოქალაქო ომში გადაიზარდა ეს ყველაფერი, გადაიზარდა ლიბიაში სამხედრო დაპირისპირება 2011 წელს თებერვლის თვიდან მიმდინარეობდა და მიმდინარეობდა 8 თვის განმავლობაში. 16-17 თებერვალს დაიწყო და ოქტომბრამდე, 23 ოქტომბრამდე გრძელდებოდა. რატომ ახსოვს ახლა ეს 23 ოქტომბერი და თუ 11 მარტი? ჩემი დაბადების დღეა. რაც მილოშევიჩს უკავშირდება 23 ოქტომბერი, ჩემი ძმის დაბადების დღეა. ის თქვენ კი არ იცით, მაგრამ მე კი ვიცი და შესაბამისად მახსოვს. 23 ოქტომბრამდე გრძელდებოდა, ანუ 8 თვე მთელი და კიდე მეტი, რამდენი 8 თვე და რამდენიმე დღე. და ეს მუამარ კადაფის მკვლელობით და მისი რეჟიმის დამხობით დასრულდა. და თუ ეს მაგალითიც არ მოგწონთ, ანუ არ მოგწონთ ჩაუშესკუს, არ მოგწონთ მილოშევიჩის, არ მოგწონთ კადაფის მაგალითები, ვინ გაგახსენოთ? იანუკოვიჩი ცოცხალია ბატონებო. ცოცხალი ან ცოცხალმკვდარი. ასადი გაგახსენოთ, ცოცხალია ბატონებო. ცოცხალი ან ცოცხალმკვდარი. ორივე ცოცხალია მეთქი ვიმეორებ და ორივეს ჰქონდა გაცილებით მეტი ფული. იანუკოვიჩს ვიდრე ასე მაგალითად ჩაუშესკუს. იცით? მაგრამ სად არიან ისინი ახლა? ბევრი მილიარდი ჰქონდა იანუკოვიჩს, მაგრამ სად არის ახლა იანუკოვიჩი? და ახლა ის ცხოვრობს, უხეშად ცხადია, უტრირებულად ხრუშოვკებში, სადღაც მოსკოვს მიღმა ერთიც და მეორეც. მეზობლები არიან მაღალი ალბათობით, მცირედი ირონია ამ ჩემ ბოლო სიტყვებში. ელის თუ არა ეს ბედი ბიზნესას, ანუ ხრუშოვკაში ცხოვრების ბედს გულისხმობ. მე გეტყვით რომ ელის და ამას გულისხმობ და სხვას არაფერს. მე არ ვიცი რეალურად, თუმცა მეორეს მხრივ, არ ვიცი კადაფის ბელი ხო არ ელის ემანდ. ან იქნებ სწორედაც სრიმ იანუკოვიჩისა, მოდი მაინც იანუკოვიჩზე შევჩერდეთ, ანუ 3 ოთახიან, 2 ოთახიან. ხრუშოვკაში ჩავტოვოთ ბიზინა გრიგოლიჩ ივანიშვილი. მე არ ვიცი საბოლოო ჯამში სხვა რამე ვიცი დაზუსტებით, რომ მან უკვე გადალახა წითელი ხაზები, მან უკან დასახევი გზები თავად მოიჭრა. ოღონდ გავიმეორებ, ეს ბიზნეს არჩევანია.
ჩვენ არ მოგვიჭრია მისთვის უკან დასახევი გზები. ჩვენ არაფერ შუაში ვართ ამ პროცესში. ბიზნეს ქართველი ხალხის უბედურებაში, სისხლში არა პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ უბედურებაში კი აქვს გასწრილი ხელი. და დღეს კი გონია ბიზინა გრიგოლიც ივანიშვილს რომ დაიჭერს 1, 2, 7 მიადგება ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ყველას ვინც მას ნერვებს უშლის. დღეს კი გონია რომ დაიჭერს და გადარჩება, გადააგორებს 1 დღეს, 2 დღეს, 5 დღეს. და ასეც მოხდება. რა თქმა უნდა, მაგრამ როდემდე მოხდება, როდემდე გასტანს, როდემდე გაგრძელდება, ერთხელაც იქნება და გაწყდება. 1 წელი გაძლებს, ოკეი, გაძლებს. 2 წელი გაძლებს, ოკეი, გაძლებს. და ეს არის ჩემი ბოლო წინადადება, რასაც ახლა ვიტყვი. ჩვენ რეალურად არ გვაქვს 1 წელიც კი, არა თუ 2, 3 და 5 და 7. ჩვენ არ გვაქვს დრო, რომ ბიზნეს დავუთმოთ და დავუთმოთ და დავუთმოთ და გავუტაროთ და ვაპატიოთ. ბიზნესი უნდა დაამთავროს და მოდი ვუსურვოთ მას მაინც იანუკოვიჩის მსგავსად 60-ახიან ხრუშოვკაში ცხოვრების გაგრძელება.